სამი რამ მეგობრებო, რაც ყველაზე მეტად აშინებს დამოკიდებულ ადამიანს საღამომშვიდობის. პირველი ეს არის სიმართლის თქმა. სიმართლის თქმა პირველ რიგში საკუთარ თავთან მეგობრებო, რომ სარკეში ჩაიხედო და შენ თავს უთხრა, რომ თამაშ დამოკიდებული ვარ, ან ნარკო დამოკიდებული ვარ, ან ალკო დამოკიდებული ვარ. ხშირ შემთხვევაში ამას არ აღიარებს მეგობრებო დამოკიდებული ადამიანი და იწყებს მიზეზების პოვნას, ხო? არა, მე პრობლემები არ მაქვს. უბრალოდ ეხლა ამის გამო ვაკეთებ ამას. უბრალოდ ეხლა ამის გამო მჭირდება. თორე ხვალ ეს რო არ იყოს, ამას შევცვლიდი. და რეალურად როგორ არის, ხო? რა პრობლემასაც აბრალებს, ის პრობლემა გვარდება პირობითად და შემდეგ ახალი მიზნები იცვლება, შემდეგ ახალი თავის გამართლებები. ამიტომ მეგობრებო, მნიშვნელოვანია პირველ რიგში სიმართლის თქმა და აღიარება. ის რომ თამაშ დამოკიდებული ხარ, ის რომ ალკო ან ნარკო დამოკიდებული ხარ, დანარჩენი უბრალოდ მიზეზებია. მეორე რაც არის მეგობრებო, რაც აშინებს დამოკიდებულ ადამიანს, ეს არის დახმარების თხოვნა. აი სახში რო გაიგონ, ეხლა როგორ თქვა, რომ დამოკიდებული ვარ და პრობლემა მაქვს, სახში რო გაიგონ, მეუღლე გამშორდება, დედა რასი ფიქრებს, მეგობარი რასი ფიქრებს. მეგობრებო, როგორ გონიათ, თქვენ გონიათ ხანდახან რაღაც მომენტში რომ არავინ არ იცის ეს პრობლემა არა და დამიჯერე ყველა მიცის რომ დამოკიდებული ხარ. უბრალოდ ზოგი ამას პირში არ გეუბნება. და შენ გჯერა რომ ან შენმა მეგობარმა, ან მეზობელმა არ იცის, ან ათესავმა არ იცის. თან ეს ჭორების როგორ ცელდება ხო ძალიან კარგად იცი და ყველაფერი იცის შენზე. და იმდენი რაღაც იციან შენზე, რომ აი ხანდახან შენს გიკვირს ჩემზე ამდენი ინფორმაცია საიდან რომ შენს გაკვირვებული ხარ რა ბოლოს რო იგებ. ამიტომ მეგობრებო, მნიშვნელოვანია დახმარების თხოვნა. ის რომ თუ უნდაც მეუღლეს უმალავ, დედას უმალავ, წარმოიდგინე ხო, რამდენი არამხელა არაგულწრფელობაში და ტყუილში ცხოვრობ, ხო, თუნდაც ურთიერთობა, რომელიც ყველაზე ახლობელია ადამიანია შენთვის, მეუღლე ან დედა, მათ არენდობი, ხო, წარმოიდგინე რა დონის უნდობლობაა, რომ პრობლემა გაქვს, ცუდად ხარ და მას არენდობი, რომ ელემენტარული დახმარება ითხოვო. და უფრო ჭაობში ეფლობი რა მომენტში, ხო, შენით რო გინდა მოგვარება და სამწუხაროდ მე შენით არ გამოგდის და იმ ადამიანებს შემდეგ უფრო მეტად აზიანებ და უფრო მეტი საფასურის გადახდა უწევთ თუნდაც ემოციური კუთხით და თუნდაც ფინანსური კუთხით. ამიტომ მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ აი მარტო არ იყოთ, აღიაროთ რომ პრობლემა გაქვთ და ითხოვოთ ოჯახის წევრებისგან, მეუღლე იქნება, დედა იქნება, ძმა იქნება, არა აქვს მნიშვნელობა დახმარება რო თხოვოთ. და მესამე მეგობრებო, რაც დამოკიდებულ ადამიანს აშინებს, ეს ცხოვრების შეცვლა. აი რო გამოფხიზდები, როგორ წავიყვანო თავი, როგორ გავუმკლავდე შიშებს, თქვათ როგორ ჩამოვაყალიბო ურთიერთობა მეუღლესთან, შეყვარებულთან, ქუჩაში რო გავალ პირობითად ხალხთან როგორი კონტაქტი მქონდა, ხო, ადრე გაზიანი ვიყავი რაღაც, ეხლა შევძლებ ამას და ეს შიშები, ანუ უბიძგებს ადამიანს, რომ დარჩეს ისე მოხმარებაში. მაგრამ ყველაფერი ტყუილია მეგობრებო, ისევ და ისევ თქვენი დაავადება გაჯერებთ, რომ აი გეუბნება პირდაპირ, რომ აი ჩემ გარეშე შენ ვერაფერს ვერ შეძლებ. მაგრამ მეგობრებო, ჩვენ მეტადონით ან არაყით ან სლოტებით ხო არ დავიბადეთ. გაიხსენეთ თქვენი თავი მოხმარებამდე, ხო ცხოვრობდით, ურთიერთობა გქონდათ, ბედნიერები იყავით, იღიმოდით, იცინოდით, ცხოვრება გიხაროდათ. ეგ ყველაფერი თქვენში არის, უბრალოდ ნარკოტიკმა, მე რაღაც კუთხით წაგართვათ ეს ყველაფერი. ამიტომ ეგ არის მეგობრებო სამი რამ, რაც დამოკიდებულ ადამიანს აშინებს და ეს სამი რაღაც უნდა გადატეხოს რა. პირველი ეს არის აღიაროს სიმართლე თავის თავთან, ჩაიხედოს სარკეში და უთხრას, რომ პრობლემა არ სვალებშია და არც რაღაც სტრესულ სიტუაციაში, პრობლემა ისე რომ დამოკიდებული ადამიანი ვარ. მეორე, დახმარება ითხოვოს, თავის საყვარელ ადამიანებთან მივიდეს და თხოვოს დახმარება და მესამე, არ შეგეშიგდეთ ცვლილებების ცხოვრებაში. როდესაც გამოფხიზდებით და როდესაც დაიწყებთ ცვლილებებს და რო ნახავთ, რომ შეეხებით ამ ყველაფერს რომ გამოგივათ, მე შემოგევ ზუსტად ყოფილება და თავდაჯერებულობა. მე ყველას გისურვებთ მშვიდ ღამეს.